მოგესალმებით მეგობრებო, ვისკის მოყვარულთა კლუბის არხიდან და აილას კუნძულის შემსაყვარელ დისტილერიაში, უძველეს დისტილერიაში 1779 წელს დაარსებულ ბოუმორში ვიმყოფებით. ახლა აი ესეთი ულამაზესი ხედი გვაქვს ბოუმორზე. ახლა ვდგევართ შუა ოკეანეში, ოღონდ მიქსევა არის და ამიტომ ჯერჯერობით მარტო რაღაცა წყალმცენარეები და ესეთი რაღაცები არის ქვემოთ, ცოტა ხანში წამოვა წყალი აქეთ და მოვასწროთ ვიდეოს ჩაწერა. მოკლედ, მოვედით ბოუმორში, ეს არის ჩვენი დისტილერია აილას ტურში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საინტერესო რაღაცები დაგხვდება შეგინთ, იმიტომ რომ ჩემი საყვარელი დისტილერია, როგორც გითხარით, 12-13 წლის წინ პირველად ტორფიროს ეკავსინჯი, ეს იყო 12 წლიანი ბოუმორი და იმედი მაქვს, რომ ძალიან მაგარ ტურს მომიწყობენ შეგნით. წავედით. მოკლედ არ დაგიმალავთ და მაღაზიაში უკვე ვიყავი ვიზიტორ ცენტრში და ჯერჯერობით მაგარი იმედგაცრუებული ვარ ბოუმორის მაღაზიით და იმედი არის რომ ტურით ამოქაჩავენ და ისევ შემომატრიალებენ თავისკენ. შევალთ გაჩვენებთ რა ხდება შეგნით. მანამდე გეტყვით რომ ბოუმორი ეკუთვნის სანტორის, იგივე კომპანიას იაპონურს, რომელსაც ეკუთვნის იამაზაკი, ჰაკუშუ, ჰიბიკი და სხვა იაპონური და არა მარტო იაპონური ლაფროიგიც ეკუთვნის სანტორის. აგერ შოტლანდიის და ბრიტანეთის დროშებთან ერთად იაპონიის დროშას ფრიალებს ამიტომ და მოდით ახლა შევიდეთ შეგნით მაღაზიაში. მოკლედ აქ აქცენტი გაკეთებულია მაღაზიაში რაღაცა ლაქშერი რაღაცეებზე რა. აი ესეთი ტყავის ჩანთა, რუგზაკი, კიდე რაღაცა ტყავის ჩამოსაკიდებელი ჩანთა. ყველაფერი ღირსზანძვირი 50-55 ფუნტიდან იწყება ფასები. წყლის დასასხმელი 12 ფუნტად. რაღაცა საპნები არომატული და ეგეთი რაღაცა უცნაური რაღაცები იყიდება კიდე. ჭიქები და ბოთლები, ძალიან მაგარი ბოთლები კი არის ახლა ზოგი, აი მაგალითად 65 წლის ბოუმორი, 71 წლის ბოუმორი. ხო, უბრალოდ 34,000 ფუნტი ღირს. ასტონ მარტინი 22 წლიანი. აქეთ ეს კორენჯები უკვე ახალი შეფუთვით თვლიანად, ახალი დიზაინით, ბოთლიც და შეფუთვაც, ყუთიც ყველანაირი ასაკის. და იქით ბოლოში, ხო, აი აქეთ კიდე არის 33, 36 და 34 წლიანი ბოუმორები, აი 36 წლიანი ბოუმორი, რომელსაც ჩაჩი ესე უმოძრავებს რატომღაც. და იქით ბოლოში ეს timeless გამოშვება 27 წლიანი. სხვადასხვა timeless გამოშვებას რომ მოყვება ქვიშის საათი, აქ ქვიშის საათი ცალკე იყიდება, აი აქ. ესეთი ბოუმორის წარწერიანი ქვიშის საათი. და კიდევ არის 25 წლიანი ბოუმორი, 30 წლიანი და აილას ფესტივალის fish eel როგორი კითხვა მოყოთ ვერ დავამოყმე. მაგისი 19 წლიანი 200 ფუნტად. ეს არის ბარი ჯერჯერობით დაკეტილია, რომ გაიხსნება მე ბარში სავალთ და ჩავსრთ. Welcome drinking. 15 წლიანი ბოუმორი, ოსოში დაწოლებული და ფინიშებული. დაგვახვედრეს და უცხოს რომ დაკეტილია აქტიური გამოხდა მიდის მკლავისთვის, ამიტომ შეგვიყვანთ თვითონ პროცესის განახლავათო და ჩაგვიწეს ვიდეო. Close proximity to the mighty Atlantic Ocean is vital in determining the final character of our whiskey. I'm really passionate about Bowmore. My grandfather worked here through the 50s, 60s and 70s, so it's been in our family for a long time. Building. We've got one here on site. So inside here we've got 3 14-ton floors that we'll use for floor malting. Unfortunately the boys are doing some maintenance work inside here, as you can kind of hear, so we're not able to go inside right now. So this here's our peat fires. So we've got 2 of them here. We've got one either side, and this is sitting directly below the kiln. So usually we'll light our fires 2 times a week. That'll typically be a Wednesday and a Saturday, 8 p.m. So we're about half of what they are.
But inside here, this is our peat fires. So these go about 4 feet deep inside, so pretty far back. And what we do when we light our fires is we will just load this up with peat. We'll pop in some bits of kindling just to help kind of start it off. And then while we light our fires for 12 hours, we'll just keep topping it up with peat throughout that time. Once we reach that 12-hour mark, we'll let that die off and we'll switch over to hot air to dry off the rest of the barley. ანუ ახლა უკანა მხრიდან მოვედით. იმ ბუხრის საიდანაც ხრიან ტორფს. Yeah, sure. So, I mean, it's just like smoking meat. Because you only smoke it for a certain amount of time and you can't turn it off. Sorry. Uh-oh. That's my worst fear. Yeah, so it totally makes sense, right? So there's fire here. შებოლილია ყველაფერი. და სუნის დგას ტორფის მაგარი. Stop this. And they run air through it. Then we don't have to get the water. მოგეთ შუა გადაღების დროს აღმოაჩინეს რომ ვიდეოს ვიღებდით და აღვიკრძალეს, მაგრამ რაღაც პატარ-პატარა კადრები მაინც გადავიღე ფოცtildeების და ასე შემდეგ. ეხლა მივდივართ warehouse-ში. კასრების წაცავში. So I noticed this, trailer here. Yeah. I know some of these trailers getting carted off the island. I suspect მე მგონი ამ შენობის უკან წერია ბოუმორი. აღარ შევხედოთ. ო, აქ არის. რანაირ ადგილასაა ვერც დაინახა, ვერც ურას გადაიღებ. ხო, არ ვიცი. ეხლა მე მგონი შევდივართ Bowmore number 1 Vaults. პირველი ყველაზე იდუმალი საცავი კასრების, სადაც Black Bowmore, Devil Casks და ესეთი კასრები ინახებოდა ძველდება 10-ობით წელი. ნახოთ რა იქნება შეგნით. Number 1 Vaults-ში შევდივართ Bowmore-ის. This is the oldest Scotch maturation warehouse in the world. So does anyone know what this tool is called here? No. So this is called a valinch. So some people call this a copper dog as well. Basically this acts like a massive straw. You've got a hole on one end, hole on the other. That sucks all the whiskey up for you. So we've got quite rustic ones. A lot of the distilleries have nice new modern ones. You get glass ones, some with a little push button mechanism.
Ours are very old school. They're made from old pipes we had in the distillery. So all of ours look different. We don't have one that looks the same to the other. But back in the day, the workers, when they were sealing whiskey at the casks, they would get a glass ketchup bottle, wrap a bit of string around it and dunk it into the cask. Also wasn't foolproof. If the string snapped on you, you could then hear the glass bottle rattling around inside it. But that's how they used to do it back in the day. So the reason why it's trickling out like that is we've got a bit of char stuck in the bottom of it. So that happens a lot with the bourbon ones in particular. როგორც პირდაპირ კასრი დავსვამთ ახლა Just because we're both a little ბურბონის კასრის სინგლ კასკი და ახლა ასხამენ ოლოროსოს სინგლ კასკს. ბურბონის კასრი არის 12 წლიანი დაძველების, ძალიან გემრიელია, 53 გრადუსია, 55 დამავიწყდა. მაგრამ ისეთი გაყინულია, რომ საერთოდ არომატები, აი ხელით ვათმობ, არომატები ნელა ვიქცევ. ახლა ასხამენ ოლოროსოს კასრს და ნახოთ ოლოროსოს როგორი იქნება. ეს არის This one's slightly older. number 1 vault, რაც არის იმ კასრების ასავიდან ეს ორი კასრი. Some places and it really knocks you back. So She said it's a lower percentage. yeah. You're right. შემოვედით თვითონ შიგნით დარბაზში, ნომერ 1 დარბაზში, სადაც ინახება Black Bowmores კასრები და Devil's კასკის. 1000 არის არაფერი. სისულელეს მომდა. So our warehouse team, they painted the cask just before the Whiskey Festival this year. Until they took a bit more pride in their work than others, with which are a bit more smudged than other ისეთ ones. ცივი აქვს, მომეყინა ხელები. But all these ones in Single this კასკი front ოლოროსოსი section და here, they're quite ისეთი special. ცივი არის, ისეთი ცივი არის, ოლოროსო არ იგრძნობა. With all of our own არ formats, სტორფილს, nothing არაფერი არ from იგრძნობა, Bolton მარტო at all. სპირტი. So technically they can choose first character for more. So yes, we've only released 3 times for the Whiskey Festivals. So the first 2 years it was part of an experience, you have to pick onto that and then you get the bottles as part of it. And this year it was our main issue. It's something we're looking to do annually. It'll be 10 years next year since we სამი started სართული producing ყოფილა, ხა შევართ 100% სარდაფში. formal. კიდევ ყოფილა ზემოთ 3 სართული კასრების ამ შენობაში. ჯამში 8000 კასრია, თურმე აქ. სამყი კიდე Something to keep your eye out სადღაც for. 80000 კასრამდე არის აილაზე და კიდე რაღაცა რამდენიმე 1000 კასრი გლაზგოში ძოლდება თურმე. So we got the figures back a couple weeks ago. There was 18,000. ეს ახალი კასრებია 2024-ია So ყველას. the ideal population is 3,000. So yeah, crazy. We didn't think it was that busy. So it gave us the figures, the age. It didn't feel that busy. At least it was 18,000. აქეთ წამოიღო ღვინის მარნის არომატი, ეთქობა იქ ძველი კასრებია ბუნახთ. აი 22. მაინც ახლებია. სად არის ძველი Black Bowmores კასრები, რაღაც სხვა გვატყუებენ. უცდაურები. აი 2016 კასრი ატყობა სადღაც იქ სიღრმეში, იქით შუქი აღარანთია და კიდე კაი ღრმად შედის ეს დარბაზი და რას უფრო სიღრმეში ვდივართ, უფრო ძველი წლებია წერია. 24-დან 16-ზე ჩამოვედით და სავარაუდოდ ბოლოში არის ძალიან ძველი კასრები, სადაც ვეღარ შევდივართ, ვერ ვეტევით და თან ბნელა. 2020, 2021, ხო რა, აქეთ, აი, აქ საშუალებლად მოკლედ ახალი კასრებია, იქ ვინმე რომ ფეხი არ მიარტყავს და არ გადმოყოლოს. ეგ არის. კაი ტურია საბოლოო ჯამში. ორი სინგლ კასკი გოგოსინჯეს, 12 წლიანი ბურბონის კასრი და 15 წლიანი ოლოროსოს კასრი.
და welcome drink იყო სტანდარტული 15 წლიანი ბოუმორი. ხა ცოტა რო გათქვა წამოვიღო შერი. ეხლა ბარში მოვედით, სადაც გითხეს რომ კიდე გაგვასინჯებენ რაღაცებს, საინტერესოს, ნახოთ რა იქნება. მანამდე აქ არის რუკა, აი ესეთი პინი უნდა შეარჭო შენ ქვეყანას. აიდანაც ხარ. საქართველოში არც ერთი პინი არ არის და მოდით აი ეხლა პირველი პინი საქართველოში დავაფიქსიროთ. აი თბილისი, აგერ თბილისიდანაც ნამყოფები ვართ ბოუმორის დისტილერიაში. ნახე იაპონიიდან ყველაზე მეტია მაინც სანტორის რო ეკუთვნის. ხო, აქ ძალიან მაგარი ჩემი საყვარელი ბოთლია, აი. ჩემი აზრით ეს არის მსოფლიოში ულამაზესი ბოთლი. 54 მე მგონი 50 ისე დატრიალდეს, ხო, 54 წლიანი ბოუმორი 1957 წელს დისტილირებული და ულამაზესი ბოთლი არის ჩემი აზრით. ესეთი ბოთლი არ არსებობს. ოკეი. და აქვე უძველესი ბოუმორები აქეთაც აი ეს ეხლა გაუხსნეს ახლახანს ტრამპს ბრიტანეთში რო იყო ლონდონში რო იყო ჩასული ტრამპს გაუხსნეს ეს ბოთლი 47000 ფუნტი ღირს ვისკი ბეიზზე რაც ნახე ეხლა გვეზახიან შემდეგ ვისკის დასალევად წავიდეთ ტურის დასასრულს 18 წლიანი დაგვისხეს ახალი 18 წლიანი ბოუმორი ბურბონი და შერი 53 გრადუსიანი და საჩუქრად გადმოგცეს აი ესეთი პატარა ბოუმორის ჭიქები სამახსოვროდ ეს რითაც მაშინ გქონდა კასრების ასაკში გქონდა დეგუსტაცია ის ჭიქები სამახსოვროდ გადმოგცეს ყველას საბოლოოდ კაი დეგუსტაცია და კაი ტური გამოვიდა ბოუმორში მაყოფილი ვარ თავიდან ცოტა გაფრაზებული ვიყავი ბოუმორზე მაგრამ დააბალანსეს ყველაფერი მოკლედ გამოიწერეთ არხი გაწერეთ Facebook ჯგუფში ვისკის მოყოლთა კლუბი